როგორ იზრდებიან ესეთი ბავშვები? დღეს ხო ყველა ამით არის მოცული, რა ვიცი, რაღაცა პოდკასტებს უყურებთ, იმას უყურებთ, ამას ვკითხავთ. როგორ ზრდიდით რა, აი დიდი სიყვარულით. ისევ და ისევ მივდივართ სიყვარულით. რომ გოგა იყო, საოცარი მამა ამ ბავშვებისთვის. მინდა რომ ეს გადაცემა იყოს თქვენს, ჩემს, ჩვენს და გოგას ლოპოტაზე. გამარჯობა, მე ვარ ეკა ხოფერია და მოგესალმებით ჩვენი YouTube არხიდან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ უყურებთ ჩვენ გადაცემებს. მე კვლავ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრას წინ რა უდგას და ჩვენი შეხვედრის ადგილი არის ლოპოტა და მისი მთავარი გმირი არის ლოპოტა. ამბავი უნდა დავიწყოთ აი იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. და დაწყებაში დაგვეხმარება თემო, რომლის გარეშეც ლოპოტა უკვე წარმოუდგენელია. გამარჯობა თემო, როგორ ახარ? გამარჯობა. მოკლედ, ისე გაიზარდა აქაურობა, რომ მე მარტო ვერაფერს ვერ მივაგნებ. წამწამით და ყველა ხო, იმიტომ რომ ეხლა მინდა წავიდეთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, იმიტომ რომ მინდა რომ ეს გადაცემა იყოს თქვენს, ჩემს, ჩვენს და გოგას ლოპოტაზე. წავიდეთ. ეხლა წავიდეთ, პირველად საიდანაც გაიხსნა ლოპოტა 2008 წელს და გაჩვენებთ უძველეს ლოპოტას. უძველეს ლოპოტას, თუ პრაქტიკულად უკვე ეს მუზეუმივით არის ეს ყველაფერი, არა? თემო, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ სტაჟისგან გამომდინარე აქაური თანამშრომელი ხართ, ხო? იყო 15 წელი გავიდა, რაც ლოპოტაზე მუშაობ. აი, გაიხსენეთ პირველი დღე, როგორ მოხვედით ლოპოტაზე? პირველი დღიდან ადამიანთან მე მანქანაზე მუშაობა. პირველი დღეს დავიწყე შემოსასვლელ პუნქტთან. გამშვიდ პუნქტთან ესე ვთქვა. აი, მოხვედით აქ, აი რა დღე იყო, როგორ გაიგეთ, რომ აქ უნდა მოსულიყავით? მეგობარმა მთხოვა, რომ ესე და ეს სამუშაო და თუ წამოვხარო და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ყველაფერზე და რომ უკვე გავიცანი აქაურობა, გოგა, მე შემდეგ ინფრასტრუქტურა უკვე მომეწონამეს და შევტა. აი, გოგასთან პირველი შეხვედრა როგორი იყო? გახსოვთ ის შეხვედრა პირველი გოგასთან? პირველი შეხვედრა არ ვიცნობდი გოგას და ეხლა არის იტალიური რესტორანი, ოვალი რესტორანთან და მითხრა რომ თუ შეგიძლია რომ მობრძანდე იქ შეხვედრაზე. მიველი, დამხვდა ლამაზი კაცი. ლამაზი. და საუბრიდან გამომდინარე მივხვდი რომ ეს უნდა ყოფილიყო გოგა. და ამის შემდეგ უკვე დავახლოვდით, დავმეგობრდით. თითქმის 10 წელი ერთად ვიმუშავეთ და ნებისმიერ საქმეში შეეძლო დახმარება ეს სტუმართან ურთიერთობაში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში ყველას ეხმარებოდა. მოვედით იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, ახლა უკვე 60 ჰექტარზე არის გაშენებული ის, რასაც ჩვენ ყველა ვეძახით ლოპოტას. მე აქ ჩამოვედი პირველად 2010 წელს, ჟურნალისტის ვაკეთებდი მასალას და გავიცანი გოგა მაისურაძე. მაშინაც, მერეც და ძალიან ბევრჯერ მინდოდა რომ გოგასთან ერთად გამეკეთებინა პროექტი, ჩამეწერა ინტერვიუ, ჩამეწერა გადაცემა, გადამეღო ფოტოსესია. არასდროს მთანხმდებოდა, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, სხვათა შორის მის ამ ტრადიციას განაგრძობს მისი ოჯახის წევრებიც.
ეკაც, ელენეც, ანიც, არავის უყვარს ინტერვიუს მიცემა, ასე რომ დღეს ესე ფრაგმენტულად ვეცდებით. არსებობს მხოლოდ ერთი არქივი გოგასი, ერთი წუთი მაესტროზე. აი, ეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ. ძალიან ცუდი ამინდია, მაგრამ მაინც გაზაფხული მოვიდა და მინდა ყველას მოგილოცოთ გაზაფხულის მოსვლა. დღევანდელი დღე 8 მარტი ქალბატონებს ულოცავ ყველას, ბედნიერებას უსურვებ. ისედაც მინდა ყველა ახალ წამოწყებას წარმატება უსურვო ბიზნესში, წელს, ტურისთვის და ყველა მიმართულებით და ყველა ქართველს უსურვო სტაბილური და კარგი და ძლიერი წელიწადი. გამარჯობა. გამარჯობა. აი, მოგაგენი, თემო რო არ ყავდეს. მე აქ ვერაფერს ესე მარტივად ვერ ვიმოვიდე. თემო არის ჩვენი, რავი. ოქროს ბიჭია, ასე თქვა და ძალიან ისეთ. ირაკლი. იდეა მოკლედ ამ გადაცემის არის რომ ხო, მადლობა. დიდი მადლობა. ესე იგი იდეა არის რომ ლოპოტას შესახებ ყვებით ყველა. იმიტომ რომ ყოველს ჩვენი ლოპოტა ყავს და ასე ვთქვათ, მინდა გავიხსენო როგორ იწყებოდა ყველაფერი. და უფრო გოგას ჭრილში, იმიტომ რომ გოგას ჩაწერა იყო ჩემი ძალიან დიდი ნატურა და რაღაცად მინდა ეს მისი საქმით, ვითომ წერთ ინტერვიუს გოგასთან და გოგას ლოპოტასთან. როგორ მოხვდით აქ პირველად და როდის? 2010-ში დავიწყე აქ მუშაობა. ან რაღაცა ის იყო ხოლმე, რაღაც მორბენალის ტრიქონები იყო ხოლმე. მეც მაგასაკის ვარ ასე ვთქვა და ამ მორბენალის ტრიქონში ამოვიკითხე, მოკლედ რომ რაღაცა მიმტანი უნდათ ლოპოტა, ასე საჭიროება მიმტანი ასე ვთქვა და მაშინ მოვედი აქ პირველად შევხვდი მაშინ გოგას გასაუბრებაზე. ძალიან მოკლე გასაუბრება არ ვქონია. ესე რომ ვთქვა, უბრალოდ შემომხედა და რა იცი ინგლისური თუ იცი და მეთქი არა მეთქი არ ვიცი თქო და კარგიო პრობლემა არ იქნება ნელ-ნელა ისწავლიო და ნუ ესე ამიყვანა ასე თქვა სამსახურში არ ვიცი რა დაინახა იმ მომენტში ჩემში მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ვარ უკვე მე-16 წელია აქ ვატარებ ასე თქვა ამ დროს და ნუ გოგაზე ლაპარაკი ზოგადად რთულია ჩემთვის. ერთ დღეს, ნუ შემოდის ბარში უკვე ბარმენად ვიყავი, გადასული უკვე მიმტანობიდან დაწინაურებული ვიყავი, ასე ვთქვათ, ბარმენის პოზიციაზე და შემოდის და მოდიო, რა სიტყვიო, რომ დრო გავაჩეროთო და რაღაცა იმად შევქმნათო, ასე ვთქვათ, რომ ლოპოტაზე დრო ჩერდება. და იპოვეო აბსოლუტურად ყველა საათიო. და ყველა საათს ისრები ამოაცალეო და ყველა საათს დავდექი და რაღაცა პირველი კორპუსთან ის გარე დიდი საათი გვეკიდა მაგასაც ისრები ამოაცალე ბარში რაც იყო მეთქი აი გოგა ციფრულ საათებს ვერაფერს ვერ უკეთებ წელიწადის რა დრო იყო იმედია ახალ სახელმწიფო პერიოდი 12-13 რა სადღაც ესე წელიწადის დრო არა რაღაც ზაფხულის პერიოდი იყო ჩვეულებრივი ის იყო უბრალოდ ნუ ესეთი და ბოლოს მე რაღაცა პერიოდი მე იყო ხოლმე ჩვენი ის რომ რაღაცა ლოპოტაზე დრო ჩერდება. ნუ რეალურად შეგრძნებაც ეგ არის რა, რომ ანუ აქ რო ჩამოდიხარ რაღაცა არაფერი აღარ გინდა, აი არავინ და არაფერი აღარ გინდა, გარდა იმ გარშემოყოფილს და ვინც იმ მომენტში შენს გვერდით არიან. და დრო რეალურად ჩერდება. და დრო რეალურად ჩერდება, კი, ასე ვფიქრობ მეც. მახსოვს ძალიან ცელ შემოვიდა დესკზე მუშაობდით, მაშინ პატარა დესკი ჰქონდა, პატარებიც ვიყავით, 53,000 იყო სულ და ესე შემოვიდა ეს თავის ანთებული როგორც იცის ხალხო იცოდა და მეუბნება რომ ანა რას ფიქრობ 200 ჩვენ შევძლებთ და ეს უცებ 53-დან 204-ის შეძლება ნიშნავდა იმას რომ 204 მას უკვე წარმოდგენილი ჰქონდა თავში ჰქონდა და ჩვენ დღეს 310 ოთახი გვაქვს. ანი აი შენი ასეთი ყველაზე საყვარელი ადგილი ლოპოტაზე რომელია?
ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი არის მარცხენა სანაპირო, ეგრეთ წოდებული. ვიცი, მარცხენა არის ახალი თუ სუსუ, არა, ეს არის ძველი. მარცხენა არის ძველი. ძველი. დავიწყეთ, ეს არის მარცხენა სანაპირო, ლოპოტა ასე იყო ყოველთვის გაყოფილი და ეს მოგვდგავს, რომ მარცხენა სანაპირო, მარჯვენა სანაპირო. და შემოდიხარ პედაპედ, პარა იშლება მარცხნივ, მარჯვნივ, ასე. მოგეთ, თქვენ ხართ მარცხენა სანაპირო, ელები, იძველები, ესე უწოდებთ საკუთარ თავს, ხო? კი ბატონო, მენიერია. და ახლებერად მარჯვენა. მეც მარჯვენები და მე მარცხენა. მეც მარცხენა ხო, სანაპირო. მარცხენა სანაპირო მიყვარს, რადგან რაღაცნაირი ის სული იგრძნობა, რითაც ეს ყველაფერი დაიწყო. სიმშვიდე, აი ეს რაღაცა ერთობა, პატარა, ბუნებასთან სიახლოვე, სილამაზე, ტბა, ყველაზე ლამაზი ხედი თუ შეგიძლია რომ დაინახო და შეიგრძნო ტბის სილამაზე, ეს არის მარცხენა სანაპიროდან და ძალიან მიყვარს ეგ მხარე. მოდით ჩვენი საუბრის ბოლოს დავაგემოვნოთ ირაკლის მომზადებული ჩაი ლოპოტა ხილის. მადლობის სიგეში და ასე ყოფნა გააკეთე. ლოპოტაზე მოვედი მე 2011 წლიდან და მინდა ვთქვა რომ დავჭი და დავჭი. ლოპოტა მომცა, რა ვიცი, ძალიან დიდი გამოცდილება მინდაც საქმეში. ძალიან დიდი სიყვარული დამანახა და ძალიან დიდი ერთგულება. რა ვიცი, აი ყველაფერი თუ რამე შეიძლება რომ ადამიანს დადებითი ქონდეს. რამდენი ხანი რაც დადიხართ აქ? 11 წელია. ხო. აქ დავდიოთ, აქ გავზარდე ბავშვები, ჩემი 3 ტყუპი. საწყალი გოგა მეუნებოდა, რომ ჩემი ტალისმანები არიანო. აქ აიდგეს ფეხი ყინულზე. მართლა? ორი ბიჭი აი ხა ცხენით მოდიან. ეხლა რამდენის არიან? 11-ის. ესენი მოდიან? კი, ცხენები და ის ელოდება. ბარბარე ელოდება იქ თავის cupcakes. ხო და ეხლა თქვენ მიყვებოდით, რომ იცით რომელ კოტეჯში, რომელ კორპუსში წელიწადის რა დროს უნდა გაჩერდეთ. მოინიშნეთ, აბა როდის სად? როცა დგება შობა და ახალი წელია და ივენთი იმართება, საშობაო სოფელი იმართება მე-4 კორპუსთან, მე-5 კორპუსთან და ჩვენ იქ ცხოვრობთ ხოლმე და როცა არის რთველი და ეს არის საოცარი ეხლა რაც გველოდება, ველოდება, მაშინ ჩვენ ცხოვრობთ მე-15 კორპუსში, რომელიც არის შუაგული, ყველაფერთან ახლოს. რა ვიცი, ყველაფერი კარგია, გინდა მე-4, გინდა მე-16, რაც გინდა, აქაურობა. ლოპოტაზე ყველას თავისი ამოჩემებული ადგილი აქვს. მე განსაკუთრებით მიყვარს აი ეს ხეივანი, ძალიან ბევრ მოგონებას უკავშირდება და ულამაზესია. აქედან მოჩანს აი მარცხნივ შატობუერა, ერთ-ერთი სიამაყე, ლოპოტასი და აქეთ ხევ მარჯვნივ ჩემგან არის უკვე საჯინიბო, ეხლა აქ რაღაცა აქტივობა არის, შეკრებილები არიან და მე ველოდები ოჯახის წევრებს. ეხლა ჩვენ ვეცდებით რომ ჩავწეროთ ელენე მაისურაძე მის ოჯახთან ერთად. გამარჯობა. როგორ ახართ? გამარჯობა ელენე. გამარჯობა. ვაიმე შედარგა გიორგი. ესე იგი დიდ ექსკლუზივს აქვს ადგილი, მეგობრებო, ვინ არ ჩამიწერია, მაგრამ არ უყვართ, ესე იგი აქაურებს. ეხა ელენე ეს არის ძიმი. ხო, მოიცა? აბა გაგვაცანით. ეს არის დიმიტრი. ეს არის დიმიტრი. დიმიტრი, წარმოგვიდგინე შენი თავი, რა გვარი ხარ? მე ვარ ქევანიშვილი. დიმიტრი ქევანიშვილი, რამდენი წლის? 7-ის. 7 წლის? სკოლაში დადიხარ უკვე, ხო? იცი რა მითხარი, ჩვენ ეხლა ჩვენი გადაცემის მთავარი გმირი არის, იცი ვინ? ლოპოტა. და შენი არაჩვეულებრივი ბაბუა გოგა. ამიტომ ვადგენ ლოპოტაზე ყველასთვის საყვარელ ადგილებს. შენ გაქვს ესეთი ამოჩემებული ადგილი, რომელია? ტბა. ტბა, რა მაგარი პასუხია. მართალი ხარ, ყველაზე საყვარელი ადგილი ლოპოტაზე ტბა არის. გიორგი, სად ჩავწეროთ თქვენი ოჯახი ორი სიტყვით, რომ აი ყველაზე ისეთი ადგილი.
თქვენ გაქვთ ამოჩამებული? კი, ალბათ პირსი შემოსასრულში. პირზე მე ჩავწერე უკვე. შესავალი დაგასწარი. ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო. საჯირებოსთან წავიდეთ? შეგვიძლია. წავიდეთ. Ani, მაისურაძე, უმცროსი შვილი, გოგასი, ელენე. ელენეს მეუღლე გავიცემთ გიორგი, ჩემს გვერდით არის სანდრო, ანის მეუღლე და ეხლა ბავშვები შენ გაგიცანით და ანი გაგვიცანი შენი გოგო. ეს არის მართა. მართა, რომელიც აი როგორც კი დაჯდა დედასთან, რა ვიცი, ხომში. იცით რა არის ელენე, ანი მე მინდა რომ მაინც გავიხსენოთ როგორ დაიწყო ეს ამბავი. ელენე. აი გახსოვს ის მომენტი, როდესაც გოგამ თქვა რომ ხასმა გავაკეთო ლოპოტას. აი რაღაცა ის ფრაზა გახსოვს აი ეს მომენტი. კი, ზუსტად მახსოვს. და საკმაოდ უცნაური იყო და ვერ წარმოვიდგენდით საბოლოოდ ესეთი რაღაც რო გაკეთდებოდა. ეს როდის იყო? აი სად იყავით რა? ეს იყო დაახლოებით 2007 წელს. აჰა. იდეა როცა მოვიდა იყო დაახლოებით ეგ პერიოდი. მე როგორც მახსოვს გოგა როგორც ყვებოდა, ანუ ეს ტბა იცოდა, ამოჩემებული ყავდა. აქ დადიოდა უბრალოდ სათევზაოდ. სათევზაოდ, ხო. და მე ესე გაჩნდა იდეა. კარგი. აი მე გაჩნდა ეს იდეა და შემდეგ როგორ რა იყო პირველი ნაბიჯი? აი იყო კრედიტი როგორც მე მახსოვს. კი ბატონო. და დაიწყო 7 ნომრის შენებლობა. პატარა ბარით, პატარა რესტორნით. და გავხსენით 2008 წელს. მაშინ რამდენი წლის იყავი შენ? მე ვიყავი მაშინ 16 წლის დაახლოებით. ხო, უკვე ისეთი. ხო, და აი რა იყო შენი, ასე ვთქვათ, აღქმა მაშინ, აი შეხვდებოდი რომ რაღაცა დიდს ეჭიდება მამა შენი. არა, სხვათა შორის ვერ ხვდებოდი. ადგილი იყო, სადაც უბრალოდ მეგობრებთან ერთად მოვდიოდით, ვერთობოდით, მივდიოდით. ხო. ანი შენ, აი რა გახსოვს, აი ლოპოტა, გოგა, აი პირველი აი ეს გეგმები, ან პირველი შეხება შენი. იცი, მე საკმაოდ პატარა ვიყავი და აი ეს ყველაფერი იწყებოდა მახსოვს, რომ ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით და გოგამ დაიწყო ხშირი სიარული კახეთში. და რაღაცნაირად ეკას ნერვიულობა მახსოვს პირველ რიგში, რომ სტაბილური სამსახური ჰქონდა თბილისში და რაღაცა უცებ სრულიად რაღაც სიახლე იყო ჩვენი ოჯახისთვის, რომ უცებ აი ხოშს დაიწყო სიარული და რაღაც ალბათ მის თავში უკვე იყო ეს რაღაცა წარმოდგენები და შესაბამისად აი ეგ მახსოვს, რომ გოგა წამოვიდა კახეთში. და ეკასაც შესაბამისად უწევდა, რომ ხშირად ყოფილიყო კახეთში და მე ვიყავი მაშინ სკოლაში და ნუ ჩემთვის ფაქტობრივად ვერც აღვქვავდი იმ პერიოდში რასთან მქონდა ჩემ ოჯახს საქმე და აი მე უკვე პირველი შეხება ამ ადგილთან მახსოვს თელავში ვიყავით და გოგა მოდიოდა აქ და შემომთავაზა რომ თუ გინდა გამომყევიო და წამოვედით ერთად და აი ის კადრად მაქვს ეხლაც ჩარჩენილი ძალიან ემოციური ახლა ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის მაგრამ აი მახსოვს რომ ესე პატარა ხელჩაკიდებული და რაღაცა ნუ სიმწვანე ტბა იყო და გარშემო არაფერი არ იყო ის ზღაპრული გარემო ნუ ბუნება თავისთავად ქმნიდა ხო ის თავიდანვე მოგხვდა თვალში, აი როცა ჩამოხვედი და ხა სილამაზე იყო მაშინაც, რა? იცი, რა თქმა უნდა, თვალში მომხვდა და დამამახსოვრდა, ეს რაღაცა ველური ბუნება რაც ირგვლივ იყო და თვითონ აი გოგას ემოციები მახსოვს, უკვე რა შემართებით იყო ამ პროექტის მიმართ. ეს არ იყო რომ რაღაცა ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა აქაურობას. აი მახსოვს რომ აი ესეთი გაბწყინებული იყო, რომ ალბათ უკვე რაღაცა მის წარმოსახვაში ლოპოტა იბადებოდა და რასაც ჩვენ გარშემო ოჯახის წევრები ვაღიარებთ, რომ ვერავინ ვერ
აღვიქვავდით. ხო, ეს არის კიდე ხედვა, ხო, ადამიანის, ანუ როგორ ხედავში დღეს, აქედან მე გავაკეთე, ხო, აი ცნობილი ფილმის არის, ანუ ეს მართლა კიდე რაღაცა ღმერთმა უნდა დაგაბერტყოს ეს ნიჭი, რომ სადღაც რაღაც დაინახა. როდის მოხდა აი გარდამტეხი რისი, იცით, რა აი რომ მიხვდით თქვენ ყველა, რომ ხო, აი ეს რაღაც უკვე ცოტა სერიოზული ამბავია, ელენე. როდის მივხვდი? დაახლოებით. ან რომელი корпуსის მშენებლობა იყო? ხო, არა, იმდენად სწრაფად ვითარდებოდა და იმდენად ხშირ-ხშირად ემატებოდა ნომრები, რომ აი მანდ უკვე ხო მივხვდით, რომ გაჩერებას არ აპირებდა და პირიქით უფრო და უფრო ანვითარებდა. აი სასტუმროს გახსნა მახსოვს მე-15 სასტუმრო იყო რაც გოგას გარეშე გაიხსნა და აი ეგ იყო რაღაცა გარდამტეხი რა რაღაცა შევძელით თან ისე წარმატებით და აი მაშინ მივხვდი რომ მართლა ძალიან დიდ შრომასთან მქონდა საქმე რეალურად რა და არ იყო მარტო ის იცი როცა გოგა აქ იყო მასზე იყო ყველაფერი და ჩვენზე არ ნაწილდებოდა და ჩვენთვის იყო აი ეხაც სუმახსენდება ჩემთვისაც იყო ადგილი სადაც მეგობრებთან ერთად ჩამოვდიოდი და ვიღებდი სიამოვნებას და აი უცებ რომ რადიკალურად სხვა მხრიდან შევხედე და რაღაცა გოგას ადგილი ნაწილობრივ სულ ნაწილობრივ მეც დავიკავე ხო აი მაშინ უკვე ეს უკვე სხვა რამე იყო ჩემთვის პირველი სირთულე გარდა ნუ აი იმ სირთულისა რასაც რა თქმა უნდა ოჯახს ყველაზე მეტად მაგრამ მგონია მთელ საქართველოს იმიტომ რომ მგონია რომ ის ძალიან ახლა თქვენთან ასე ძალიან მძიმე ჩემს მოკლედ რა იყო ყველაზე მძიმე ტექნიკური თვალსაზრისით აი თქვენთვის აი რომ ჩაიხედეთ და მერთო ანუ აი ამას აი ელენე აი რა იყო როდესაც გოგას შემდეგ ეს საქმეები გადმოებარა ოჯახს იცი ესე აი არ ყოფილა რომ აი რაღაცა ბუნებრივად მოხდა რაღაცნაირად ალბათ რაღაცა ძალა მოგვეცა ნუ გიორგი იყო ვინც ისედაც ძალიან კარგად იყო ჩახედილი და ამიტომ მაგან გაგვიმარტივა ეს საქმე რომ ჩვენზეც გადმოსულიყო იმიტომ რომ გოგას გვერდით იყო და ყველაფერი იცოდა გოგასნაირად შესაბამისად მის გვერდით ჩვენ უკვე ასე თუ ისე მარტივად შევდექით ამ ურთულეს გზას ხო გიორგის გარეშე არ ვიცი როგორ გავაკეთებდით მაგ ყოფილს ალბათ კიდევ უფრო რთული იქნებოდა მოდი მოუყვეთ ხო მაშინ მაყურებელს რომ გიორგი ელენეს მეუღლე გიორგი იმ თავით იყო გუნდში ხო ბოლო წლები იყო გოგასთან ერთად ჩართული ბოლო 4 წელი ბოლო 4 წელი და ნუ ერთად აკეთებდნენ ყველაფერს და როგორ მამა იყო ვიცი რომ ბანალური კითხვა მაგრამ ეს ხო არ ხდება ესე თავისთავად ხო აი რა ურთიერთობა იყო რა როგორი ურთიერთობა გქონდა თქვენ და გოგას ელენე პირველ რიგში ალბათ ჩემი მეგობარი იყო მეგობრობდით 18 წელი იყო ჯუელედი ჯეიმს და გოგას შორის და ამიტომ ხო ესე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან ჩართული იყო ყველაფერში არ ვიცი ცოტა ისე ჟღერს მაგრამ ჩემთვის იდეალი იყო ადამიანის ზოგადად და უხერხული ახლა მამაზე ლაპარაკი მაგრამ რადგან რაღაც წარსულზე ლაპარაკობ თუნდა მივცე თავს უფლება რომ მართლა იდეალი იყო რაღაცნაირად ჩემთვის იყო რაღაცა არ ვიცი მე მართლა ვაღმერთებდი რა რაღაცა სხვა ყველაფრით ანუ თვისებებიან გარეგნობიანად ჩემთვის იყო მართლა რაღაცა სულ სხვა და ალბათ მაგან მომცა ის ძალა და ალბათ ეგეთი მამა რო იყო რომ რაღაცა მთელი ჩემი ცხოვრება უნდა მიუძღვნა ლოპოტას რა მაგით ხვდები როგორ ვაფასებდი თურმე რა როდესაც გოგა გარდაიცვალა შესაბამისად დადგა საკითხი აქ აი დაუშვათ თქვენ ჩაერთვებით არ ჩაერთვებით ესე იდგა საკითხი არა იცი მაგან გადაგვატანინა რომ ჩავერთეთ ანუ ლოპოტა გახდა რაღაცა ჩვენთვის გოგა და მაგან მოგცა ძალა თავისთავად მოხდა რა ანუ
გოგას მესამე შვილი, რასაც ვეძახდით, რაღაცნაირად გადმოგვებარა ჩვენ და ეს გოგას მიმართ სიყვარული და ეს ოჯახში ჩვენთან რაც ტრიალებდა, ხო, ეს რაღაცა იდილია და ეს სითბო რაღაცა ლოპოტის გარშემო მოვაქციეთ თითოეულმა ჩვენგან. მან ლოპოტა გახდა ჩვენთვის გოგა და მგონია რომ თუ დღეს ლოპოტა წარმატებულია, აი ამ რაღაცა ემოციები, აი შრომის და რა თქმა უნდა, აი ამ რაღაცა ემოციების დამსახურება, რაღაცა სხვა არის ჩვენთვის აქაურობა, ანუ მოდით ვილაპარაკოთ ყოფაზე, ასე ვთქვათ. ვიცი რომ პრაქტიკულად აქ ხართ, ხო? ვინ ცხოვრობს, ვინ ჩამოდის ჩატა, მოკლედ ვინ როგორ გადანაწილდით ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორ გადანაწილდნენ მაისურაძე? ანიტა და სანდრო აქ ცხოვრობენ. ცხოვრობთ, ხო. მართასთან ერთად. და მე და გიორგი მივდივართ და მოვდივართ, როგორც შეგვიძლია. და სხვა თემა არც განიხილებოდა, ხო, რომ სხვაგან ან გემუშავათ, ან სხვა საქმე გეკეთებოდა. არა, არასდროს. და თუ კი მაინც ფუნქციებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ყველაზე რთულ თემაში შევდივარ, იმიტომ რომ ვარკვევდი, მოიცა რა ევალება, იმას რა ევალება, ამას ვინ არის უფროსი, ვინ არის ვინ რა და მეუბნები რომ ესე არ ხდება. აქ ყველა უფროსი, აქ ყველა ჩართულია, აქ ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ მაინც ანი რა თავარი გამოჩნდა ეს არის ბობი. ეს არის ბობი. 14 წლის მე მახსოვს, როდესაც ჩამოვედით. ახლა სიტყვა სიძეებს. ეს არის ფენომენალური და ფანტასტიკური ამბავი მეგობრებო, რომ აი ესე მართლა მთელი ოჯახი, ესე მთელი გულით და სულით ჩართულები არიან. ამბავი დაიწყო გიორგი, რომელიც გახლავთ ელენეს მეუღლე, რომელიც გოგასთან ერთად მუშაობდა. შენი ისტორია მინდა მოყვე შენი პირველი დღე ლოპოტაზე. ჩემი პირველი დღე ცოტა შორიდან იწყება, როცა ლოპოტა ჯერ კიდე იდეის დონეზე იყო. მაშინ გავიცანი ელენე, მეგობრებთან ერთად ჩამოვდით. არაფერი არ იყო აბსოლუტურად, იყო ერთი ძველი ნავი, ნიჩბებიანი და რაღაც პატარა მშენებარე შენობა. ამის მერე დრო გავიდა და დაახლოებით 3 ან 4 წლის შემდეგ დავბრუნდი, როდესაც უკვე ელენე ჩემი მეუღლე იყო და ლოპოტა 7 ნომრით უკვე გახსნილი იყო და ფუნქციონირებდა. და ნუ იმის მერე ფაქტობრივად მომსწრევა როგორ ვითარდებოდა, თავიდან მე ჩართული არ ვიყავი, დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ ჩავერთე უკვე, თავიდან ჩამოდიოდით უბრალოდ აი როგორც გოგოებმა თქვენს, მეგობრებთან ერთად ვერთობოდით, დროს ვატარებდით და მივდიოდით ისევ უკან. შემდეგ აი 5-6 წლის გახსნიდან, ესე რომ ვთქვათ, უკვე აქტიურად ჩავერთე და გოგასთან ერთად ვიყავი, მაშინ ვიყავი ფინანსური დირექტორი. როგორც ფინანსური დირექტორი და ნუ ფაქტიურად საკმაოდ ბევრს მოვესწარი, რომ მოვედი მაშინ იყო 100 ნომერი თუ სწორედ მახსოვს და დღეს უკვე უზარმაზარი ტერიტორია, უზარმაზარი ინფრასტრუქტურა და 311 ნომრით ვოპერირებთ. შედარებით ახალი სიტყვა. შენი პირველი დღე ლოპოტაზე. პირველი დღე ზამთარი იყო, ანის ანახავად გადმოვედი მაშინ. ისე მოხდა რომ ანის ანახავად გადმოვედი და ლოპოტას მაშინ ვნახე პირველად და რა შეიძლება დაწვა მაშინ. პირველ და მამდე არ ქონდა ხო? პირველად რომ გადმოვედი ერთი მაშინ უკვე დიდი იყო ლოპოტა, საკმაოდ დიდი იყო და ეგეთი ის გამახსენდა რომ ადრე შამილი რო გადაასახლის და რამხელა ყოფილა რუსეთი კი არ ვიცოდიო, აი ცოტა ეგეთი ის ხონდა მესკამსტერ. ლოპოტას რამხელა ყოფილა ამასობაში. სხვა დერეჯას ფოტოებს. აი თქვენ იცით როგორი ოჯახი ხართ, ჩვენ რო ჩავდივართ ხოლმე ტოსკანაში, სხვადასხვა შატოებში და რო ფილმებად გვიყვებიან და გვიჩვენებენ ფილმებს როგორ დაიწყო. და აი მართლა რომ უყურებ და სულ ამბობ, რომ როგორ გინდა შენ ქვეყანაში, რომ აი ეს
აი ეს დაინახო და ეს გაგრძელდეს. აი თქვენ ხართ ამის გამოხატვრება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემა რაღაც პატარა ნაწილში იმ ვიდეოში მოხდება, როდესაც თაობები შემდეგ უკვე აი ამ კადრს ნახავენ მრავალი ასეული წლის შემდეგ. მადლობა მეგობრებო. მადლობა თქვენ. ეკა როგორც იქნა ჩვენი შეხვედრა შედგა მე უნდა მოუყვა მაყურებელს რომ აი ესე ძალიან ფრთხილად დაგირეკე ტელეფონზე ვისაუბრეთ და იცი რას ვამბობ რომ ეს რაღაც გაქვთ საერთო მახასიათებელი მთელ ოჯახს გოგას შენ შვილებს არ გიყვართ ზედმეტი ლაპარაკი საკუთარ თავზე ხო ნამდვილად ის კი იცი რა მითხარი მოდი ვეცადოთ და აღვიდგინოთ ისტორია სულ თავიდან პირველად აქ როგორ მოხდი და როდის იყო ეს? კი ბატონო. პირველად გოგამ აქ წამომიყვანა უკვე იმ დროს, როდესაც შენებლობა გქონდა დაწყებული 7 ნომრის. მანამდე მე არ ვიცოდი ეს ადგილი. მაგრამ ისე გეუბნებოდა, გიზიარებდა რომ რაღაცას აპირებს. გიზიარებდა, მაგრამ დავაღიარო რომ რაღაცა არ სერიოზულად არ აღვქვავდი არც მე როგორც ბევრი. ხო. ჩამოვედით პირველად და უკვე დაწყებული იყო ეს 7 ნომერის მშენებლობა. სიმართლე რომ გითხრა, ეგ არ გავიხედე და რა თქმა უნდა, ბუნება იყო, ტბა იყო, მთები იყო. მაგრამ ვერაფერი ვერ დავინახე, ვაღიარებ. ვერ დავინახე ვერაფერი და ნუ დროთა განმავლობაში ასე პერიოდულად ჩამოვდიოდი, ხდებოდა უფრო კიდე წინ წასული საქმე. აი, როდის ჩაიჭირე, რომ აი, აქედან მართლა რაღაც საინტერესო გამოდის. ჩავიჭირე მაშინ, როდესაც გავხსენით ეს 7 ნომერი. ანუ გრანდიოზულად, მაგრამ 40 კაცი იყო მეტი არა, მაგრამ ნუ გვეგონა 2008 წელი. 2008 წელი 4 სექტემბერს გავხსენით გადასარევით რომ გავატარეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. დარჩნენ ღამე, ნუ გადასარევად იყო ყველაფერი, წავიდნენ. წავიდნენ და დავჭით სიჩუმეში. არაფერი აღარ ხდებოდა ირგვლივ ტყეში. მე და გოგა. და მე შევეკითხე რომ ახლა რას ვაპირებთ ხო, რა უნდა ვქნათ თქო, ვინ მოვა აქ თქო, იმიტომ ნუ აი არავინ არ იცოდა ადგილის. ესახებ. და მითხრა, ახლა უნდა გავაპიაროთ. და დავიწყეთ კი არა დაიწყო უბრალოდ. ეკა გოგა პროფესიით ვინ იყო? ეკონომისტი, ხო. და ლოპოტამდე სად მუშაობდა, რით იყო დაკავებული? ბევრგან იყო გოგა, რაღაცა 18 წლიდან ანუ ერთად ვიყავით, მაგრამ სულ მაგას ვიძახი, რომ გოგა თავიდანვე რაღაცა ესეთი შემართებით მიუდგა ამ საქმეს 18 წლიდან ოჯახს, ასე ვთქვათ. არც ერთი წუთი არ გაჩერებულა. ხან რაცა და ხან რასაკეთებდა. ანუ ის რომ პატარა და აი პასუხისგებლობა არ ქონდა, ნამდვილად ასე არ იყო. თავდაპირველად ეს იყო გოგა საყვარელი ადგილი სათევზაოდ? კი, ამოდიოდნენ ესე ბიჭები სათევზაოდ მეგობრებთან ერთად. მე თვითონ მეთქვა რომ ცოდო არისო ეს ადგილი მარტო ამისთვისო და ამ ყველაფერს ხედავდა. რასაც ჩვენ ყველა დანარჩენი ნაკლებად გოგა ხედავდა. ეკა გზაც არ იყო, ხო? არა, გზაც არ იყო. იყო უფრო სწორად ვიწრო გაფუსეთი. ხო. ჯერ ცუდი გზა იყო. ხო. როდესაც დავიწყე გადაცემების კეთება, ესე ვიჯექი შინდისში და ფიქრობდი რომ ვიღაც ადამიანზე მინდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო მართლაც შეუძლებელი ნატვრის აღდგენა და რომლის ისტორიას მოუყვები და ბევრი ადამიანის, რომელიც ახლა ზის ეკრანზე
შეიძლება ფული არ აქვს, შეიძლება აი ფიქრობს მეთქე ვინ არის ესეთი ადამიანი და უცებ გავხსნა გოგა. მე მივხვდი რომ გოგაზე და მის ლოპოტაზე მის გარეშე უნდა გავაკეთო. მე მგონი ეს გოგას ყველაზე მეტად ეს ვერსია მოწონს, როცა თვითონ არ ილაპარაკებს და სხვები ილაპარაკებენ მის საქმეზე. აი ოჯახზე მინდა კითხო, როდესაც შენ ყვებოდი რომ თქვენ იყავთ გერმანიაში და აი ბავშვები აგზავნიდნენ. ეკა როგორ მოხდა აი მერე უკვე როდესაც გოგა აღარ იყო, აი იმიტომ რომ საქმე ხო თავისას ითხოვდა. ნუ ეკა იცი რა არის ხო გეუბნები ეს კიდე განოთ დიდი სიყვარული ჩემი და ჩემი შვილების ერთად გოგას მიმართ აი ამ ყველაფერმა ნუ ჩვენ ავდექით მეორე დღიდანვე და გამოვედით გარეთ და მივხვდით რომ ჩვენ გოგას ვერაფერს ვერ გაუკეთებთ იმის გარდა რომ ეს ყველაფერი იყოს ესე დღეს როგორც არის რომ გოგას რაც უნდა და გოგას როგორიც წარმოედგინა ის უნდა გავაკეთოთ თქვით და გამოვედით ასე ვთქვათ და დავიწყეთ შეუდექით ამ პროცესს გოგა ოჯახის უკან იდგა გვედგა მთა ეს არისო მარტო ერთი ბიჭი და ადამიანი ეს იყო ძალიან დიდი ენერგეტიკის და დიდი ნუ როგორ ვთქვა ადამიანი რომელთანაც არაფრის არ გეშინოდა გაუჩინარს გააჩენდა ყველაფერს გააკეთებდა არა სიტყვა მისთვის და ვერ გავაკეთებს არ არსებობდა აქედან გამომდინარე ნუ დავჭით ესე მაგრამ ვინაიდან ისევ სულ მაგას ვიწახი რომ გოგა გვეხმარება იქიდან იმიტომ რომ მე პირადად გამორიცხულია რომ მე ეს გამეკეთებინა გოგას გარეშე რომ ის მეხმარება დღემდე მეც და ჩემს შვილებს. ნუ აი ეს ანუ როგორ რასაც გოგა აკეთებდა, მაგას ვაკეთებთ ახლა 4 ადამიანი. უბრალოდ 5. ამ ერთი გოგას საქმეს ვაკეთებთ 5 ადამიანი. და ზუსტად ისე ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად გოგას რა უნდა და როგორი უნდა და განვითარება როგორი უნდა და ეს ყველაფერი მე ვიცი და მივდივართ ზუსტად იმ გზაზე. ნუ რა თქმა უნდა გიორგი ჩემი ელენესი ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფრისთვის. თუ არა გიორგი მშენებლობებს რაც შეეხება ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა და ბევრი სხვა კიდე ფინანსურ საქმეს. მაგრამ ჩემმა გოგოებმაც ნამდვილად საოცარი გოგოები და იწყება მალე რთველი. ბევრი რამ არის საამაყო აქ, მაგრამ აი ეს რთველი თქვენი კიდე რაღაც განსაკუთრებული მომიყევი როგორ დაიწყეთ ეს რთველი? ხო, ეს რთველი რაღაც რთველის იდეა, ანის იდეა იყო, უბრალოდ გოგას უნდოდა ყოველთვის, მაგრამ რაღაცა მაშინ ვერ გავაკეთეთ და ნუ გოგას შემდეგ დაიწყო ანი მამაზე ფიქრი. ნუ თავიდან რაღაცა 50-70 კაცი იყო რთველზე 2 ქოლგით იმით ამით მე მივხვდით რომ ხალხს უნდა და სურვილი აქვს ის 140 გახდა 200 გახდა 300 და ეხა უკვე დღეს 1000 კაცი ჩამოდის ამ ღონისძიებაზე და გავაფართოვეთ ასე ვთქვი. გუშინ მიყვებოდნენ თანამშრომლები რომ აი მაგალითად რაღაც ღონისძიებას გეგმავდითო და მეტეოში არის მითითებული რომ წვიმა, უბედურება და არ შეგვატანინებდა შიგნით რომ გარეთ გაშლიდაო. არ იქნება წვიმა. ეხა ამბავი, ჩვენც რო ჩამოვდიოთ, წამოვიღეთ აქ ზამთრის საწვიმრები, ისა, ესა, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო ცუდი ადამიანი. და რა? არ არის წვიმა, არ არის ჭექაქუხილი. მე მგონია რომ ესეც გოგას ამბავია ჩემო ეკა. ნამდვილად. ეკად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. და ისეთი ბედნიერი ვარ რომ თქვენთან ვარ და ისეთი ბედნიერება რომ ესეთი საამაყო ამბავი აქვს საქართველოს ლოპოტას სახით. წავედით რთველზე. მადლობა დიდი.
გია პირადაშვილი, რომელსაც არ ჭირდება წარდგენა, როგორც ესე ვამბობთ ხოლმე ჟურნალისტები. მოკეთ, გია გადაწყვიტა ესე გამეკეთებინა გადაცემა გოგაზე. ხო. იცი რომ დიდად არ უყვარდა ეს ინტერვიუები და მოკეთ ვიფიქრე აი როგორ და გადაწყვიტე რომ მთავარი გმირი არის ლოპოტა და იმის ირგვლივ ადამიანები და შენ და გოგა გონი რომ პირველები იყავით, ვინც რაღაცნაირად ჩვენთვის კიდე სხვანაირად აღმოაჩენთ ეს კახეთი. შენ რითი დაიწყებდი მაგალითად, აი ჩვენ რომ მოგანდრო, აი გოგაზე მოყოლას ან გადაცემა, აი რითი დაიწყებდი გოგაზე ვინმე ადამიანისთვის თხრობას? ვინმე ადამიანზე არ ვიცი, მაგრამ ჯერ ძალიან გამიხარდა რომ დაგინახე. მეორე, რაც მე რა უნდა მოყვა, ყველაფერს ყვება ეს სიტუაცია, გოგა მოყვა ეს ამბავი. რა ამბავიც მას უნდა რომ მოეყოლა ყოველთვის და ეს არის, მას არ უყვარდა ყველაფერს საუბარი, მას უყვარდა ხოლმე გაკეთება რაღაცების და აი ეს გააკეთა. ხალხის შეკრება, გაერთიანება, გაცნობა ერთმანეთისთვის, თავიანთი წარმატების გაზიარება, შეცდომების გაზიარებაც რა თქმა უნდა, სიყვარულის ჩვენება, გულის გახსნა, ეგ არის ყველაფერი. აი, ხედავ, აი ეგ არის. როგორ გაიცანით შენ და უნივერსიტეტში გავიცანით მეორე კურსზე. მე ჩამოვედი ჯარიდან, გოგა დამხვდა ჩვენ ჯგუფში. მაგით გავიცანით. რომელ ფაკულტეტზე? მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე. მართლა კურსელები იყავით? ჯგუფელები ვიყავით, კაცი მე და გოგა. ოი, ეგ არ ვიცი. ხო, ჯგუფელები ვიყავით, აბა. კაი, და მე როგორ ხდება, ანუ თქვენი გზების კახეთში გადაკვეთა როგორ ხდება? გადაკვეთა არა, მე გოგა მოკვიდა ხელი სულ ყველას და დაგვაწყებინა სიარული კახეთში. მამამდე ჩვენ სამეგობროში კაკაცი ვახო ბუცგიძე, მიშა ჭკუასელი, ირაკლი ტალახაძე, პატა ღაძაძე, აი ესე მოკვიდა ხელი ჩვენს სამეგობროს, კიდე რამდენიმე ჩვენ მეგობარს და დაგვაწყებინა კახეთში სიარული ეს ამან მე როგორი სახე მიიღო, იცი? ყოველ თვე ხანდახან თვეში ორჯერ ქონდა ხოლმე ექსკურსია. აი მე ექსკურსიები და გვანახა ეს თავისი მხარე, თავისი ოჯახი, თავისი სამეგობრო, რომელიც დღეს ჩვენი ერთ საერთო სამეგობრო გახდა, თელავში στο პრინციპში და მარტო თელავს არა, ევროპის ყველას უკებია და მე უკვე ისე მოხდა რომ გოგა ვიცი ხოლმე ჩათრევა ადამიანების, კაი გაგებით რა, რომ ჩაეთრია კაი საქმეში. ხან ხორბალი მოყავდა, ძალიან რისკიანი ადამიანი იყო, ძალიან რისკია. ყველაფერს ეთყობა რა. ამხედა ამბავს, არავინ არ რისკავს დღეს ქვეყანაში. ეგ არის. კარგი, ალბათ გენატრება ისევე როგორც ყველას. ძალიან. ყოველ დღე ვხედავ ჩათვალე. გუში ღამე აქ ვიყავი. რაღაც 12 საათი, 1 საათი წავედი. და ეხლა დღეს შენ აქ გარდა იმისა რომ გია პირადაშვილი ჩამოვიდა ხარ ესე წარმოდგენილი როგორც ოფიციალური მონაწილე? და რა უნდა მოხდეს აქ ეხლა? აბა ერთმანეთის ისე სიყვარული და გავაზიაროთ. ღვინით, ამას რომ ღვინით გამოვხატავთ. მარტო ღვინით არ გამოვხატავთ, მაგრამ ღვინო ერთ-ერთი საშუალება, რომელზეც შეგიძლია სიყვარული გამოვხატოთ. ეს არის პირადაშვილის ჩემო ბატონო ჯანიანი. ეხა ვაწყობ, იმიტომ რომ მე აქ იმდენი ხალხი იქნება, ვეჭობ რომ ძალიან წყნარად ჩავწერო. აქეთ ჩემო ბატონო ჯაყელი, მოდით ორი სიტყვა გითხარით. აი, რას ნიშნავს თქვენთვის ლოპოტას რთველში მონაწილეობის მიღება? ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ამიტომ აქ მოსვლა და თითოეული მოქმედება, ასე ვთქვათ, ღვინოსთან დაკავშირებული იქნება თუ ოჯახთან ჩემთვის ბედნიერება. გამარჯობა. მეღვინეობა ართანა. აბა გითხარით, რას ნიშნავს თქვენთვის ლოპოტას რთველში მონაწილეობა, თუ იცნობდით გოგას და მოგეთ თქვენი? გოგას მე ძალიან პატარა ვიყავი. ჩემი და უფრო იცნობდა და მე ჩვენ დავიწყეთ აქვე ართანეს მეღვინეობა, დავგავშნდნენ და ესე დავიწყეთ თანამშრომლობა. აბა გამარჯობა. ბატონი სანდრო, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. სანდრო, წარმოგვიდგინეთ მეღვინეობა, ვის წარმოადგენთ ახლა? ჩვენი მეღვინეობა არის საოჯახო ბიომეურნეობა ფაფრისველი, თავისი ვენახებით და მარნით, გურჯაანისთან სოფელ ახაშენში. რამდენი წლის არის სანდრო? პირველი ბოთლი გამოვუშვით 2014-ში. 10 წელზე მეტია უკვე.
და ეხლა დიდი მეურნეობაა? ცოტა საშუალო ზომის მეურნეობა და რადგან ბიოვენახი არის და ბიოღვინო არის, დიდი რაოდენობით არის წარმოება. შესაბამისად გაზრდას არც ვაპირებთ, უფრო ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტს და ჩვენ ვართ მარანი მილორაული, კახეთი, თელავი. აჰა. წარმოდგენილი ვართ ჩვენი ღვინოებით ამ ულამაზეს ადგილზე და ისე ამოვნი. აი მოგვიყევით თქვენს მეურნეობაზე. მოგვიყევით რა გამოარჩევს თქვენს მეღვინეობას? ჩვენ ვართ მცირე საოჯახო ტიპის მეღვინეობა და ახლობით 6-7 ბოთლი წელიწადში. გვაქვს ბიო სერტიფიცირებული ვენახი და იმ ვენახისგან ვაკეთებთ ღვინოს. და აი ჩვენი ბოლო სტუმრები სულ ოჯახი, სულ ნათესაობა, სულ მეგობრები. აბა წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი და მეღვინეობა. მოგესალმებით. ჩვენი მეღვინეობა არის მეღვინეობა მარელი, რომლის ვენახებიც არის განთავსებული ნაფარეულში. აქედან დაახლოებით 10 წუთის სავალზე. გვაქვს სამი სახეობის ღვინო. ეს არის საფერავი რქაწითელი და კახური მწვანე და ვაწარმოებთ ღვინოს მცირე მარანი ვართ, ვაწარმოებთ ქალაქ თელავში, სადაც გვაქვს სასტუმრო თელა და მის პირველ სართულზე არის მარანი, სადაც ხდება ამ ღვინის ჩამოსხმა. მე როგორც თქვენ მოკარით ვარ, თუ არ ვცდებით, თქვენ ხართ გოგას ბიძაშვილები. ბიძაშვილები, ჩვენი მთავარი გმირის ეს გადაცემა გოგაზე არის, გოგას ვუძღვნით ყველას და იცით რა არის, ანუ აი, როდესაც გოგა ამას იწყებდა, ხო, დარწმუნებული თქვენს გიზიარებდათ და რა ვიცი, აი რა სიტყოდით, აი ამდენი წლის მერე, აი რა მასშტაბსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მინდა რომ უბრალოდ ორი სიტყვით დაახასიათოთ, როგორ შედგა ეს ყველაფერი. თქვენ მითხარით. ეს ყველაფერი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენ ამის მოწმეები ვიყავით, იმიტომ რომ ერთად დავდიოდით ამ ადგილზე, რომელიც ძალიან გვიყვარდა და გოგამ აი სულ თავიდან რომ შეიყვარა ეს ადგილი და თავიდან მომობდა რომ აქ უნდა გაიკეთებინა 64, რაც ნამდვილად შეასრულა და ამ რთული გზის პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაკვირდებოდით, გვერდში ვედექით და ეს იყო ძალიან რთული და დიდი გზა, მაგრამ ალბათ თქვენც ხედავთ, რას მიაღწია და დაგვიტოვა ეს ულამაზესი ადგილი. ჩაგწეროთ? არა. ნახე, უამრავი სტუმარია, ყველაფერი მე მგონი იდეალურია და მეგობრებო, არ გაწვირდა. Lazy Mary, a big head of sheets. ასეთი იყო ეკახოფერია შეხვედრები ლოპოტადან, არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივი ისტორია. მეცადეთ რომ მოგვეყოლა გოგას შესახებ ლოპოტას გმირების დახმარებით. მე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიტოვებთ შავნაბადას, ამ არაჩვეულებრივ სიმღერას და ბოლოს გეტყვით. ეს იყო თქვენი, ჩვენი და გოგას ლოპოტა. იცი რა არის როგორ იზრდებიან ესეთი ბავშვები დღეს ხო ყველა ამით არის მოცული რა ვიცი რაღაცა პოდკასტებს უყურებთ იმას უყურებთ ამას კითხულობთ ჩემ აი როგორ რას როგორ ზრდიდით რა აი
იცი რა, ეკა დიდი სიყვარულით. ისევ და ისევ მივდივარ სიყვარულთან. რომ გოგა იყო, ნუ საოცარი მამა ამ ბავშვებისთვის. უმრობლად სულ ვეუბნეოდი, რომ მე რო არ ვიყო, ჩემ შვილებს არაფერი არ დააკლდებათ, იმიტომ რომ შენ დედაც ხარ და მამაც თქო, ანუ პულს ზედო ხელი ჩემ თავის შვილებზე. ნუ აი არ ვიცი, აი ამ ხელა სიყვარული, რასაც ბავშვები ხედავდნენ ოჯახში, ჩემი და გოგას ურთიერთობას. ეს ყველაფერი გადადის ალბათ, ილექება. ეს ყველაფერი ილექება და შედეგიც ის არის, როგორებიც არიან, არ ვიცი. როგორები არიან, ჩვეულებრივები. ძალიან კარგი.